პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული ანრი კვარაცხელია ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც მის საქმეზე პროკურატურის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზეა საუბარი. ანრი კვარაცხელია წერილში წერს, რომ გაუგონარი ბოროტება და პარადოქსია, რომ სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, სადაც რეჟიმის პროკურატურა უკმაყოფილოა, ამისადაც უკანონო მტკიცებულებებს მოკლებული განაჩენით. კვარაცხელიას თქმით 46 წელიც რომ მიუსაჯონ, ამას არანაირი გავლენა არ ექნება მასზე და ვერანაირი ზეწოლა ვერ შეედრება და გაუტოლდება იმ სულისკვეთებას, რასაც ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა ჰქვია. მინდა მივმართო საზოგადოებას და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულითადი მადლიერების გრძნობა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც სოლიდარობა გამომიცხადა და განიცადა ის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ვაი მოსამართლე ჯვებენ აჭყებიამ გამომიტანა. გაუგონარი ბოროტება და პარადოქსია ის ფურცელი, რომელიც გუშინ მივიღეს საკანში, რომელიც მაუწყებს, რომ სააპელაციო წარმოებაში მიიღოს საქმე, სადაც რეჟიმის პროკურატურა თურმე უკმაყოფილო, ამისადაც უკანონო მტკიცებულებებს მოკლებული განაჩენით და ითხოვს უფრო მკაცრი სასჯელით შეიცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. 4 წელი და 6 თვე კი არა, 46 წელიც რომ მომისაჯონ, ამას ნული გავლენა ექნება ჩემზე. მხოლოდ ღიმილის მომგვრელია. ვერანაირი ზეწოლა ვერ შეედრება და გაუტოლდება იმ სულისკვეთებას, რასაც ჩემი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა ჰქვია და რისთვისაც ცოტა ხნით ვისჯები. რუსული პატარა კაცების ხელით. დიახ, ცეცხლი ოლიგარქიას გავიმარჯვებთ სახელოვნად. პროევროპული აქციების მონაწილე 26 წლის ანრი კვარაცხელიას, რომელსაც ბრალდება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა მოსამართლე ჯვებენ აჭყებიამ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. ბრალდების მტკიცებით კვარაცხელიამ 1 დეკემბერს აქციაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მისამართით მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, რითაც მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. ანრი კვარაცხელიას საქმეში არ არსებობს პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური დაზიანება მიიღო, თუმცა იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი, რომელთაც დაზარალებული სტატუსი ჰქონდათ. სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას პოლიციელებმა თქვეს, რომ მოლოტოვის კოქტეილი არ მოხვედრიათ და მხოლოდ ასფალტზე გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს.